მენე თუ არა მე მძინარე დიეტასთან დაკავშირებით. არაფერი არ გამიგია. რამდენჯერ გინატია თუ აი რა მოხდებოდა რომ აი გეძინოს და ხდებოდაო? გინატრია შენ არა, მაგრამ მე ზოგჯერ მინატრია და გამიგია კიდევაც ეს ფრაზა. მოკლედ ჩვენ გვინდა გაგიზიაროთ ის რომ ძილის დროს ადამიანი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელ პროცესს გადის. ეს საყოველთაო ცნობილია და ამაზე არაერთხელ გვისაუბრეთ ჩვენს ეთერშიც, მაგრამ ალბათ ცოტა მიცის ის ფაქტი, რომ ძილი გავლენას პიროვნების სხეულის მასაზეც ახდენს. რაშია ახლა საქმე? ამ საკითხზე საინტერესო კვლევა 2006 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატარეს და მასში მონაწილეობა 70,000-მდე ქალი იღებდა, რაც უფრო სარწმუნოს ხდის ამ მონაცემს. მეცნიერები მათ 16 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ამ პერიოდის მანძილზე მკვლევრები მოხალისეების, კვებისა და ძილის რეჟიმს სწავლობდნენ. შედეგები საკმაოდ საინტერესო იყო და აბა მოგვისმინეთ. 8,000-მდე მონაწილემ, რომლებსაც დღეში 5 ან 6 საათი ეძინათ, 16 წლის მანძილზე 15 კილოგრამი მოიმატეს. ეს მაჩვენებელი იმ ადამიანების შემთხვევაში, რომელსაც დღე-ღამეში 8 ან მეტი საათი ეძინათ, გაცილებით დაბალი იყო. შედეგად მეცნიერები ასეთ დასკვნამდე მივიდნენ. 6 საათიანი ძილის შემთხვევაში წონის მატების რისკი 12%-ით, ხოლო 5 ან 4 საათიანი ძილის დროს 32%-ით იზრდება. მათივე თქმით, 16 წელსში ეს ყველაფერი სხეულის მასის 15 კილოგრამით მომატებაში შეიძლება გამოვლინდეს. საკითხზე კიდევ ერთი შედარებით მცირე მასშტაბიანი კვლევა კანადაში ჩაატარეს და ის 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში 21-დან 64 წლამდე ასაკის 300-მდე მოხალისე მონაწილეობდა და დაკვირვებამ აჩვენა, რომ ის მონაწილეები, რომლებსაც დღე-ღამეში 6 საათზე ნაკლები ეძინათ, წონაში გაცილებით სწრაფად იმატებდნენ, ვიდრე ისინი, ვისი ძილის ხანგრძლივობაც 8 საათი იყო. საინტერესოა, რატომ ხდება ასე? როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ძილის ნაკლებობის დროს ორგანიზმში ეგრეთ წოდებული შიმშილის ჰორმონის გრელინის დონე საგრძნობლად იზრდება, რაც მადის მატებას უწყობს ხელს. შედეგად ადამიანს შიმშილის შეგრძნება ეუფლება მაშინ, როდესაც რეალურად ძილი სჭირდება. ასევე ექიმების თქმით, ძილის ნაკლებობა საკვების მონელების პროცესს არღვევს, ორგანიზმში სრულფასოვნად ვერ ამუშავებს სრულფასოვნად საკვებს, რაც წონის მატების ალბათობას საგრძნობლად ზრდის. არასაკმარისი ძილი ხელს უწყობს სტრესის ჰორმონის კორტიზოლის ზრდასაც, ესეც უნდა ვიცოდეთ, კორტიზოლის მაღალი დონე კი ცხიმის წვას პირდაპირ უშლის ხელს. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით ის პირები, რომელთაც ძილის დარღვევები აქვთ, მაღალკალორიული საკვების მოხმარებისგან უფრო მეტად არიან მიდრეკილები. ძილის დარღვევასა და სხეულის მასის ცვლილებას შორის კავშირის დადგენის შემდეგ საზოგადოებაში ახალი ტერმინი მძინარე დიეტა გაჩნდა. ეს არის მიდგომა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ წონის დასაკლებად ადამიანებს დღე-ღამეში სულ მცირე 8 საათი მაინც უნდა ეძინოთ. იმისთვის კი რომ მძინარე დიეტის დაცვა გაგიმარტივდეთ, სპეციალისტები გირჩევენ, კვების რაციონში დიდი რაოდენობით ცილოვანი და ბოჭკოვანი პროდუქტები შეიტანოთ. ცილა ორგანიზმის ენერგიის აღდგენაში დაეხმარება და რაც მთავარია, შიმშილს საგრძნობლად გაგიქრობთ. კარგი იქნება თუ დაძინებამდე 1 საათით ადრე სმარტფონებისგან და სხვა ციფრული საშუალებების გამოყენებისგან თავს შეიკავებთ, ეს ყველაფერი თქვენი ძილის ხარისხს საგრძნობლად გააუმჯობესებს. და რაც ყველაზე მთავარია, დაიცავეთ ძილის ჰიგიენა. ეცადეთ დასაძინებლად ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაწვეთ, კარგია. მაშინაც კი თუ საქმე უქმე დღეებს ეხება. კი ბატონო, როცა ძილი გაკითხავს, უნდა დაიძინოთ. ეს თეორია ჩემოთინათინ, მაგრამ ხანდახან წარმოუდგენელი არის ხოლმე ჩვენი გრაფიკებიდან გამომდინარე და გავეშვათ ჩვენს გრაფიკს და დავანებოთ თავი გადაღებებს. მე მაინც გონია, რომ ერთ და იგივე დროს დაძინება წარმოუდგენელიც კია, რადგანაც სახლში არ აქვს მნიშვნელობა ჩემზეა საუბარი, ჩემს მეუღლეზე, სხვა და სხვა ფუსფუსია საჭირო და ის რო 10 საათი მოვიდა სიტყვაზე ან 11 საათი და მივწექი დავიძინე, ცოტა წარმოუდგენელი მგონია. თუმცა მადლობა რჩევისთვის, რა თქმა უნდა.
მე აბსოლუტურად რეალური მგონია ეს ყველაფერი, თუ გაქვს მოუწესრიგებული ძილის ჰიგიენა, მაშინ ზუსტად ეს იმას გულისხმობს, რომ კონკრეტულ დროს წვევი და იძინებ ყოველთვის, ეს არის ზაფხულის დასვენების პერიოდი, თუ რაც არის და რა ჯობია იმას, თუ ძილში გახდები. ხალხო, ძალიან კარგი ამბავი მოვისმინეთ ჩვენ დღეს და თურმე არ უნდა დაიკლოთ ძილი იმისთვის, რომ წლებთან ერთად ეს ზედმეტი კილოგრამები არ დაგროვდეს ზუსტად უძილობისგან გამოწვეული. მე მომეწონა ეს ამბავი. 8 საათი ძილი, მეც არაფერს არ გთხოვ თქვენ ორგანიზმს. არა, გადასარევია, რას ლაპარაკობ, თან აქეთ გთხოვს ორგანიზმი. კი ბატონო.